Გამოამბის ეთერში ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველოს ევროპაში მეორე ადგილზეა პრობლემის მოსაგვარებლად UNICEF-ი ქართულ მხარეს რეკომენდაციებს აძლევს. გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს ხელისუფლებას თავაზობს 5 წლამდე ასაკის ბავშვებზე 30 ლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას, მონიტორინგის მექანიზმის ამუშავებას, ექიმების გადამზადებასა და დედებისა და ჩვილების ვიტამინებით და მიკროელემენტებით უზრუნველყოფას. ჯანდაცვის სამინისტრო გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად ახალ სტრატეგიაზე უკვე მუშაობს და კონკრეტული ღონისძიებების გატარებასაც გეგმავს. თამარ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველოს ევროპაში მეორე ადგილზეა. ქვეყნის მასშტაბით 77,000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ბოლო კვლევამ, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი მეთოდით ჩაატარა, აჩვენა, რომ მცირეწლოვანთა გარდაცვალების სტატისტიკა 1/13-ით მეტია ოფიციალურ ციფრებზე, რომელიც აქამდე ცნობილი იყო. ბათუმში დაღუპული ჩვილი 2 ბავშვი 9-სულიანი ოჯახიდან, რომელიც ექიმებმა გადაარჩინეს და ბოლო შემთხვევა ზუგდიდში. 10 თვის გოგონა ქალაქის საავადმყოფოში ამ დრომდე მკურნალობს. მძიმე ოჯახური პირობების გამო ის სოციალურმა აგენტებმა მინდობით ოჯახს გადასცეს. სასწრაფოდ გადმოვიყვანეთ ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და აი დღეს ბევრი ძალიან კარგად არის. შედარებაც არ არის, სუნთქვა ნორმალურია. წარინჯიხის მუნიციპალიტეტიდან შემოსული განცხადების საფუძველზე შესაბამისმა რაიონული განყოფილების სოციალურმა მუშაკმა შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილება მიიღო, განთავსებულიყვნენ მინდობით აღზრდაში. დადგება თუ არა მშობლების პასუხისმგებლობის საკითხი, 9-შვილიანი ოჯახი, რომლის 2 მცირეწლოვანი წევრიც საავადმყოფოში მოხვდა. შესწავლის შემდეგ შესაძლოა დედას და მამას მომხდარის გამო ოფიციალურად მოთხოვონ პასუხი. 10 წლის მოზარდი ხელის თითების ამპუტაციით და სხეულის დამწრობით ისევ რეფერალურ კლინიკაშია. სოციალურმა აგენტებმა 9 ბავშვი მინდობით ოჯახებში გადაანაწილეს. შეიძლება დაისვას მშობლის უფლების შეზღუდვის საკითხი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, უგულებელ ყოფილი ქონდათ თითქმის ყველა პირობა არახსოვთ ბავშვების ასაკი, როგორც ვიცი, საკვებს მხოლოდ ბალახი წარმოადგენდა. ჩვენ ინსტიტუციაში, რომელიც მოხდა და ჩვენ უზრუნველყოფთ კვებით, ამ ბავშვმა არც ის ხორცი რა არის, არ იღებს ხორციან საკვებს. ოპერაციამ საერთო წარმატებით ამ თვითონ მიმდინარეობს რეაბილიტაციის პერიოდი, იგი იმყოფება ნეიროპათოლოგის, პედიატრის, ბავშვთა ფსიქოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს აძლევს სახალხო დამცველიც. მთავრობა მოხდეს ხდომაზე, მართლაც მოახდინოს ამ კონკრეტული შემთხვევების განზოგადებით, მოახდინოს ერთგვარი პოლიტიკის შემუშავება და დაიწყოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ჯანდაცვის სამინისტრო გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად ახალ სტრატეგიაზე მუშაობს. ბავშვთა სიკვდილიანობის და სიღარიბის შესამცირებლად ქვეყნის ხელისუფლება კონკრეტულ ღონისძიებებს გაატარებს. მათი გამოცდილების გაზიარება არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ გარკვეული კონკრეტული მიმართულებების ერთობლივი განხორციელებით, როგორიც არის მაგალითად ორსულობის მონიტორინგი, ახალშობილთა სწორი კვება, არამედ მოხდეს სისტემური მიდგომა, რასაც ქვია დედის და ბავშვის ჯანმრთელობა და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ მჭიდრო და ბევრად ინტენსიური თანამშრომლობა დაიწყოს გაეროს განვითარების ფონდთან. UNICEF-ი მიესალმება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ძალისხმევას სოციალურად დაუცველი ბავშვების პრობლემების მოსაგვარებლად. ჩვენ მოუწოდებთ მთავრობას ინვესტირება მოახდინოს ადრეულ ასაკში ბავშვთა განვითარების პროგრამებში. უკვე ცნობილია რეკომენდაციები, რომელიც UNICEF-მა ქართულ მხარეს მისცა. ნეონატოლოგთა გადამზადება, ფქვილის სავალდებულო ფორტიფიკაციის შემოღება, დედების და 6-დან 24 თვის ბავშვების ვიტამინებით და მიკროელემენტებით უზრუნველყოფა. UNICEF-ი მთავრობას ასევე სთავაზობს 5 წლამდე ასაკის ბავშვებზე 30 ლარის ოდენობით საყოველთაო შეღავათის შემოღებას.